გილოცავთ სულთმოფრენობის დღესასწაულს, რომელიც არის ეკლესიის დაბადების დღე, შეიძლება ეკლესიის დაარსების დღე. ეს არის დღე, როდესაც სულიწმიდა მისი გარდამავალია. ეს არის სახარებისეული გამგებულების დაგროვნება. სულიწმიდა მოეფინა სამყაროს, სადაც არის სულიწმიდა, იქ არის ზეც და მამაც, სადაც არის მამა, იქ არის ზედა სულიწმიდა, სადაც არის ზე, იქ არის მამა და სულიწმიდა. ანუ ყოვლადწმინდა სამების სული განთვით გამოცხადება, ესე ვთქვათ, დაგვირგვინდა სულთმოფრენობით. და ეს არის დღე, როდესაც მოციქულებზე გარდამოვიდა საოცარი ძალა მაგნიტი. ოთხშორის ეს არის ინდივიდუალური სულთმოფრენობა ადამიანისათვის. ეს არის ნახო ინდივიდუალური სულთმოფრენობა. ანუ მასზე ზუსტად ესე წრედის სახით, ესე ვთქვათ, სიმბოლური ხო, წრედის სახით გარდამოდის სულთმოფრენის სახით, გარდამოდის სულიწმინდა. იმიტომ რომ ამას ჩვენი დაცემული მიზეზი ვერ ხედავთ, მაგრამ განხტობილი მიზეზი, განხტობილი წმინდანები, ადამიანები ამას ხედავდნენ და ეს უამრავი ფაქტი, სულიერი ფაქტი არის, როდესაც ნახავთ ესე ნახტობის დროს ახალმოვარდნელის გარდამოსვლას, მე აღარ ჩანს, მაგრამ ის გარდამოდის სულიწმინდის მიერ მონათული ხდება ადამიანები. ინათლება არ უნდა დავიწყოს არასო. აი ეს არის ჩემი ნათლია, ის არის ჩემი ნათლია. გასაგებია კარგია ძალიან. კარგია რომ ნათლია და კიბაკი ძალიან კარგია, მაგრამ ამ უნდა დავაწყოს რომ ადამიანი ინათლება არა ნათლის სახელით, არამედ ადამიანის სახელით, ვინც არ უნდა იყოს ნათლება სახელით და მამისათან და ძისათან და სულისათან, ყოველდღე წინა სამების სახელით. ანუ ერთ არსის სამგვამოვანი უფლის სახელით. ანუ ჩვენ ვართ მყარი და ისე მონოთეისტები. ჩვენ ერთი იმერტი გვწამს და ქრისტიანობის არის ახალი აღთქმის მონოთეიზმი, რომლის თვით გამოცხადება, აბსოლუტური და სრული თვით გამოცხადება მოხდა სულთმოფრენობის დროს გაგვირგვინდა და რა თქმა უნდა აპოკალიფსის შემდეგ, როდესაც იქნება აპოკალიფსზე საბოლოო სამყაროში ღმერთის მოქმედების ახალი განმგებლობა ახსოვდება. მაგრამ ეს მომავალი ღვთისაა და ხალხმა იცის, როდის და რა იქნება. დროინი და ჟანრი ჩვენთვის არ არის სრული და არც არის საჯარო მიცოდი. არც ინდივიდუალურ დონეზე და არც გლობალურ დონეზე. რა თქმა უნდა შეგრძნება და განცდა ამისა უნდა გქონდეს სულ მიღვიძოთ, სულ ვილოცოთ, სულ მზად ვიყოთ, სულიერადაც, ემოციონალურადაც და ხორცებადაც. ვიდრე უფალი მიწაზე იყო, იგი ამბობდა და წინასწარ მეტყოლებდა ამ დღეს და მართლაც ახსოვდა ეს დღე და ესე ვთქვა და მოეფინა სულიწმინდა. რაც ნიშნავს ნუგეში მოგვეცა ჩვენ სულიწმინდა არის ნუგეშის მცემელი სული. იგი ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტაზია სულიწმინდა ღმერთი და მისი ნუგეშის მცემლობა ვლინდება შიფრება იმ საოცარ როცვაში, რომელიც ჩვენთვის არის მოცემული მეუფეულზე ცეცხლო, რომელიც ხვალ იქნება სულიწმინდის ყოველდღე იყო რაღაც და დაჩუქებაც იქნება და ხვალ დაჩუქების როცვები და არის მეცალის სულის მოფენის სულთმოფრენობის როცვა. სულიწმინდის გარდამოსვლის ძალიან როცვები ეს როცვა კონექტივ მოხმოდების დროს და ეს როცვები გარდამოდის ადამიანზე განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული ძალა. მას შეგრძნება გრძნობა ცოდნა ამის აშკარა და არის სულიერ გამოცდილება. როცა ადამიანი წინ მიდის სულიერად, ხომ ეზიარება, აღსარებას აამბობს და ასე შემდეგ განიწმინდება. რას ნიშნავს ეს, რომ ის იცვლება და იცვლება უკეთესის, ხო? იმას გახსოვთ, უარესისკენ იცვლებით ხოლმე რა, ხან რეცეპტი ხან შეგეძლოთ, მაგრამ ვცდილობთ რომ ეს უარესისკენ წასვლა, უარესისკენ შეცვლა გადავაქციოთ უკეთესისკენ შეცვლით, აღსარები ძენ და ვინარე მოწმობები, მაგრამ ის საბორძე იქნება და მუხრუჭი ყოველთვის მერე ახალ წინსვლას უნდა ბადებს. ეს არის ნიშანი, რომ შენ თუ წინ მიდიხარ, ადგილზე არ მიდიხარ, მიდიხარ წინ. შენ მიდიხარ წინ და გზას იკვლევ და იკვლევ. აი ეს საოცარი როცვები ნუგეშის მცემულო სულო ჭეშმარიტებისა, ხედავთ აი მამაოჩვენის განმარტება თუ ასობით გვერდია, ასევე ასობით გვერდია მეუფეულზე ცდავის განმარტება. ამასაც ისურვებთ რომ წაიგეთ. ხოლმე ვერ დღეს საერთოდ წაახსნათ. კატეხიზმში მცირე განმარტება, დიდში დიდი განმარტება, უკეთესია დიდში კატეხიზმში, ცელში. წარმოგიდგენთ დეტალურად არის. ეს ბაჟოს ხო პატარა როცა მამაოჩვენს, ეს პატარა როცა ზომით, მაგრამ სიღრმე არის უსკრული ამ დროის. ყველა გლახაკი, თუმცა ჩვენ ამ მოსაწყებას იცის ხალხი სულიერად ზოლასა და გაჭირობაში ყოფილი, ვინ არის დამხედი, ყველაფერი გადატანაზე მოხდა. ზოლა, ხილავი, უამრავი შხამი შეგულის, მენტალური, ემოციონალური, ფიზიკური ტოქსინები, ეს ყველაფერი შხამ
იმიგათებს თუნდაც ჩამწვან და ვიგრძნოთ და შემოდის ჩვენს ორგანიზმში. მაგრამ ამის ხამსაწინააღმდეგო მოქმედება ზუსტად არის მადლის მოქმედება. მადლი შეეხება ბაგატებს ჩვენ სულს სამშობლოს ხელს, ან შხამს ანიგილაციას უკეთებს, წმინდავს, განაგრძობს, დასწვავს და შეუდობს ადამიანს. ამიტომ ჩვენთვის ნუგეში არის ეს, ნუგეში ის სული წმინდა დაავადებებს, ახაკებს, ზოგილებს, ჩვენ ყველა ადამიანს რომ ცოტათი სინათლისკენ წავიდეთ, ცოტათი უფრო მეტად გზა დავინახოთ ამ ძინა ცხოვრებაში, რომ ადამიანმა წაღმაიაროს, ხო? წაღმაიაროს, რათა ქრისტეს, რათა ჭეშმარიტს მიხედოს, მისკენ იაროს და ადიდოს უფალი. რა დაგავიწყდეთ თქვენ, რა თქვენია, ხო? თქვენ ღმერთ უფალი ამბობს, ღმერთი სამე ხარ თქვენ და შვილი მაღლისანი თქვენ ხართ. ასე რომ ნუ მოსხდებით, ნუ მოსხდებით. თუ დაეცემთ აუცილებლად იცოდეთ, რომ უფალი მოწყალია და უმალ ამგადგინს თქვენში. მცირედაც ემაალო, დიდი არ აშუშავო, სულ ღმერთს უნდა სთხოვო. იმიტომ რომ მარტო ადამიანი თავისთვის ვერ შეუძლია მარტოს თავისი თავი. თავისი თავით ადამიანი მარტო ვერაფერს ვერ იწევს, მას სჭირდება ზეციური ძალა. ეს ძალა უფლის სულიწმის მაგნიტური სული ძალა და ამას არა მარტო გასწავლოთ უფალი და კარნახობთ თავის სწავლას, არამედ გავარდეთ, გადახრით, მოგიწოდებ და ამ ცნებების აღსრულებას გავარდეთ. ამიტომ აღსდეთ მერთო და განსაჯი ქვეყანა რომ სამუნებს წერი, ამიტომ შენ დაემკვიდრო ყოველთა შორის წარმართა და შემდეგ ყველაფერ ადამიანებში თქვენ ყოველთა შორის დამკვირვებული უფალი და ვამბობთ რომ როცა ჩვენ ცოდვას ვიდენთ, ლավ შანსი გვაქვს. აი ეს მიწმედის გარდამოსვლის მერიებს ეს დასრულებული თელპლერომი და აღსული და განგებულება. როცა ადამიანი ცოდვას იდენს, ადამიანით კი არ ემართება ძველ ხმაში. როცა ცოდვა ჩაიდინა, ადამიანმა გამოუშვეს სამოთხიდან, გამოაწერს უცხოს ხელს. то есть იქ დიდი თემა არის ეს რაღაც შეხვედრა და დიდი თემა. ყოფნების აღარ შეიძლება. მაგრამ როდესაც ცოდვათან ჩაიდინა ამხელა განგებულება დაჭირდა ვიდრეს უწმინდის გარდამოსვლა რომ კვლავ შანსი მიცემოდა. ჩაიდინე ცოდვა ადამიანს. შეგიძლია კვლავ ახსენებით ზიარებით საერთოდ დაიმონდეს მაგრი და დაუბრუნდე. ანუ ჩვენ დღეს ადამიანის ცოდვით დაცემამდეც მდგომარეობაზე, ცოდვის შემდეგ ცოდვით დაცემამდე მდგომარეობაზე ბევრად მაღლა ვარ. ქრისტეში და სულიწმინდის გარდამოსვლა. იმიტომ რომ ჩვენ დღეს სულ სხვა ამოცანები გვაქვს წინაშე, სულ სხვა კადნიერება გვაქვს ღვთის წინაშე, სულ სხვა მოწოდება გვაქვს, ახალი აღთქმა დაგვიდო ღმერთმა, ძველი აღთქმა იყო დადებული, ხა ახალი აღთქმა დადებული. ქრისტემ ახალი აღთქმა ღმერთთან აღთქმა, ქრისტესთან აღთქმა დადებული. ამ აღთქმას შესრულება უნდა და ამ აღთქმას ყველა მონათული ადამიანი გაეცემით რას რომ შეაუდგებით ქრისტეს, შეაუდგებით. აი მაგდროს გარდა მაგდროს იდება აღთქმა. ეს ინდივიდუალური ახალი აღთქმა შენში ხორციელდება ინდივიდუალურ სულთმოქმედებაში. შეუდგებით ქრისტეს, შეუდგებით. და გახსოვთ ის აღთქმაში შესვლა არის ნათქვამი. ის არის შენთვის იმ ახალი გლობალური ახალი აღთქმის ინდივიდუალური კონკრეტული გამოვლენა. გლობალური ღვთისმდების კონკრეტულად შენ ცხოვრებაში გარდატეხა და მისი აღსრულების შანსი. რაზეც წარმატებას გისურვებ ყველას ხუთეს. რომ ეს არა მარტო ის კი კარგი იქნება თუ აღარ და თუ არა და არა მაინც კარგი ბავშვი იქნება. ესე არა. უნდა აღასრულო, დავალება გააქეს, დავალება, მოგთხოვები. ამაში გვეხმარება ზუსტად აი ეს ანგელოზი, რომელიც სულთმოქმედების ჩვენი ინდივიდუალური სულთმოქმედების ნათლობის დროს გვეძლევა. გლობალურად მთელი ჩვენი სამყარო ის ხალხის ქვეშ არის და ის ხალხის მოკლედ დიდი თემა მოსაძლევ ყველას მაგის ჩვენისა. სულიწმინდის მაგი, ჩვენობის ზიარება ხვალ, მრავალი წელი ცხოვრება, მაძლიერება, გაძლება, თქმელი სიმხნევე, ღიმილი, ოპტიმიზმი, სულამას ვიზახი. დაგთამაშებდეთ საფრთხე ხო? რატომ? რა ჩვენ არ შეგვიძლია უფალს შეუძლია. ხო? სულ იღებოდეს, სულ განიხარებოდა, ოც უნდა იცოდეთ თილაკ იყო. როცა გაიხარებ და გაიღიმებ, სხვა რო შეხედავს, ისიც გაიხარებს და გაიღიმებს. განსაკუთრებით მტრებს. ამიტომ თქვენ რომ გაიხარებთ, გაიღიმებთ, მტერი გახარებული იქნება თვალებში და მოყვასება გახარებული იქნება და გახარებული. ამიტომ მადლობს ეს ჩვენი ქრისტეს, იმას თქვენ ყოველდღე გადა ამბობთ.